მოდი გენაცვალეთ, გავაკეთოთ ახლა ჩვენ გაშლა დიდი ხანი არ გაგვიკეთებია, სხვათა შორის როგორი ქალი ხართ მისთვის. როგორი ქალი ხართ. მისთვის არის გაშლა, ეს ვნახოთ. ხანტების მამაკაცები მე პირადად არ მოიწონს. ვერ ვიტან, მაგრამ გავაკეთოთ. ეს არის ძალიან ისეთი ყოველ შემთხვევაში მე უფრო მგონია ფორმასთან გვაქვს საქმე, ურთიერთობა, თუმცა რაღაცა ძალიან უფროსი და ესე მთლად არ არის, მაგრამ ფორმიანი ტიპაში. კარგით, ნახოთ როგორი ქალი ხართ მისთვის. გაცრავად. აი, კაცო. კარგი პარტნიორია. გაცრავად რამე ტაკა. კარგად არის ეს ნამდვილად ენერგეტიკულად მთელი მასში წამოვიდა ისეთი სხავში და მიარა რაღაცა. ან შესაძლებელია აქ იმდენად, რა ვიცი, მე მოსამართლე იმედია არ ხართ ახლა რომელიმე. ან ესეთი იმდენად სამართლიანი ხართ, რა ვიცი, აზანზარებთ ქვეყანას. თუ ამ კაცს აზანზარებთ, რა ვიცი, ცეცხლავს, ძალიან სამართლიანი ხართ. ესე იგი, ეს არის ადამიანი სულმწხენი, რომ შეკაზმული უნდა ყავდეს. რო იტყვის ეთყობა პირდაპირ თანხმობით, ასე მირბით. კარგი, ეს ხუმრობით იყო, მაგრამ აშკარად არის, რომ აქ ის იმხელა ისა გაქვთ თქვენ რაღაც, რა ვიცი, შეიძლება ძალიან ობიექტური, ძალიან. და თან თulis რომ რაღაც აქ არის ამ ადამიანს აქვს იმის შეგრძნება რომ ამ წინა ცხოვრებაშიც ალბათ გიცნობდა თან რაღაცა იყო. რაღაცა ესეთი იყო. კარგი, ჩემოკარგებო. როგორი ქალი ხართ მის თვალში, ისევე? ძალიან სულიერ კავშირს ხედავს, ქველმოქმედი ხართ? ან უბრალოდ გიყვართ ადამიანებზე დახმარება. ეს მანდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მანდამაინც ფინანსური დახმარება იყო. შეიძლება ახლა ბევრი მართლა ქველმოქმედი ხართ აქ, მაგრამ შესაძლებელია აქ არის უბრალოდ ნახეთ სულიერად დაეხმაროთ ადამიანს. ან თუნდაც ის სიმართლე რომ უთხართ ადამიანს, ესეც არ არის ცუდი კაცო, არ უყვართ, თორე ზოგჯერ კი არა, რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრჯერ საქმეს აკეთებს მაინც, რაც არ უნდა იყოს, ხო? ბევრ ადამიანს თვალს აუხელს, სწორ გზაზე დააყენებს, სულიერად შეაფხიზლებს, გააჩნია როგორი ფორმით წარმოთქვამთ ამ ყველაფერს, ხო? აქ ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად აფიქსირებს იმას ეს ადამიანი, რომ თქვენზე დაყრდნობა შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად დაეხმარებით და შეგრძნება ნამდვილად აქვს. აი, რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, მე დავუშვათ მივალ ამ ადამიანთან და იმედი მაქვს. მოდი, ეს არის უკვე გენდობა, იცით, რაღაც ახლა ეს არ არის ყველასთან, ხო, ყველასზე ვერ იტყვი ამას ნამდვილად და არც ადვილი მოსაპოვებელი, რომ ნებისმიერ წუთს ადამიანთან ესე კონდეს, მოდი, სავიზიტო ბარათი. კარგი, როგორი ქალი ხართ მის თვალში? მაგრამ თქვენ მაინც გიყვართ, ეთყობა ან ფინანსების შეგროვება, ან რაღაცა შეგროვება, ან რაღაც შეიძლება მატერიალურს ცუდი კუთხით არა. აქ მე თქვენ არ მყავხართ ახლა ჟესტიაზე დახარბებული ქალბატონი, ნამდვილად არა, იმიტომ რომ მაშინ ქველმოქმედიც ვერ იქნებოდით, მაშინ დახმარებაც არ შეგეძლებოდათ ადამიანზე, ხო? აქ ამ შემთხვევაში ნახეთ რაღაცის, არ ვიცი, შეიძლება კოლექციონერი თუ რაღაცა გიყვართ, რა ვიცი, რა საგროვებთ. შეიძლება ვიღაცას კაცო იბრძვის, ხო, ახლა
იმის ვიღაცას ბინა უნდა შეიძინოს, ვიღაცას რაღაცა უნდა გააკეთოს და ამისთვის ამას გრძნობს ყოველ შემთხვევაში, რომ ანუ ფლანგუელ ტიპაჟად არ აღიქვამთ ეს. აი, ხო არის ქალი რომ ხარჯავს რაღაცა ესე და მე თანაც ამას რომ აპიარებენ და რა შეხარჯა ფული და ამდენი ფული და ესეთი არ არის აქ ნამდვილად. კარგით. როგორი ქალი ხართ მის თვალშიო? ძლიერი, მაგრამ ცოტა გადაღლილიც, ხო? რამ გადაგხალათ? ანუ თქვენში არის მაინც ძალიან ბევრი დაკვირვება. თქვენ ისეთ რაღაცას ამჩნევთ, მე რა ვიცი, ვიზე ვსაუბრობ, აქ ჩემ თავზე ვსაუბრობ, თუ თქვენზე ვსაუბრობ, ვერ ხარ გავიგე. უკაცრავად ეს ხუმრობი თქვი, ჩემ თავზე არ ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცები ისე დაემთხვა, რომ ახლა ბუსავი თვალები მე მაქვს და ეს მინდოდა რომ მეთქვა და ჩემზე ვსაუბრობ თქვა, თორე დანარჩენი ახლა. ნახეთ, როგორ არის თქვენ ყველაფერს ამჩნევთ. აი ამაში არის საქმე და ეს ყველაფერი გლით ზუსტად თქვენ. აი აქ დავინახეთ ჩემი თავი სადღაც. არ არის გამორიცხული რომ აი როგორ არის ხა ბუჭოტი ღამით ხო ესეთ განან და ყველაფერს უყურებენ, ათვალიერებენ არემარეს ხო ყველას რო ძინავს, მაგათ არ ძინავთ. რაღაცა ესეთ ხასიათსაც ხედავს ეს თქვენში. სხვათა შორის ეხლა დავაფიქსირე მეც ჩემი თავი. კი. იმიტომ რომ ესეთი ხასიათი ყველაფერს ხო ამ სიძლიერეს ნამდვილად ხედავს თქვენთან ჩემო კარგებო. მაგრამ ასევე კიდე ხედავს როგორ რაღაცას იცით, ეთყობა თქვენ რომ იტყვით ეს ასიო, всё, იმას წყალი აღარ გაუვა, ესე ტოჩკას რო დასვამს, ძიმე დიდ წერტილს ადამიანი. კარგი. ნახოთ ახლა როგორი ქალი ხართ ისე მის თვალში გადავედით თქვენზე. კმაყოფილი სავსე რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ნახეთ, მე ვერ ვამჩნევ ამ ადამიანს, რომ თქვენში რაღაცა ნაკლოვანებას ხედავ. ნაკლზე ეს მე არ მესაუბრება. რა ვიცი, უნაკლო ქალი ხართ, მაშინ ასე გამოვიდა მამაკაცისთვის, მაგრამ ქალბატონებო, ახლა ყველა აჟიტირდები თუ კი, ყველას გინდათ, რომ ესეთი ძალიან კარგი ქალბატონი იყოთ თქვენი მამაკაცებისთვის, მაგრამ ცოტა აქ მე მყავს მაინც განსხვავებული ქალბატონები. ძალიან განსხვავებული, ხო? ეს გაშლა ყველასთვის არ არის. იმიტომ რომ ბერე რომ აკომენტარებთ ხანდახან არის, რომ მოდის ენერგია შევდივარ და ესე თქვენთვის არ არის ეს გაშლა, მინდა დაგიწეროთ, დაგიკომენტაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა თავს ვიკავებ, ხო? იმ წუთში ვხვდები. ამიტომ კარგად მოისმინეთ, გაიაზრეთ. შეგიძლიათ გახდეთ ასეთი ქალბატონი, რომელსაც მე აქ ვასახელებ. რა ვიცი, ძალიან მაგარი ქალი მყავს. ჩემთან ეხა ვიცი, რომ ძალიან მაგრები მოდიხართ, ხანდახან ყბა მივარდება. ერთი ანჯელინა ჯოლი მყავს. ალბათ მოისმენს ამ გაშლას. კამერა რო ჩაურთე, ესე დავრჩი. გაგვირვებული რაღაცა და ზუსტად აი ეს თვალების დახრა როგორ ანჯელინა ჯოლი კი არა, ისა რა ქვია. უკაცრავად. აი თუ მონიკა ბელუჩი მყავს ბოდიში. ზუსტად თვალები, ტუჩები, გაღიმება ზუსტად ისეთი აქვს მონიკა ბელუჩის. ესეთი ქალბატონი მყავს, თქვენ წარმოიდგინეთ. გაეღიმება ალბათ ახლა თომას. რა მონიკა ბელუჩი არის ძალიან ულამაზესი, ყველა დამეთანხმებათ, ხო? ესეთი ქალბატონი მყავს გენაცვალე. ისედაც ყველა ულამაზესები ხართ, მაგრამ ეს შედარებისთვის ახლა რომ მიხვდეთ. ხო და მე კიდევ ისედაც ძლიერი ქალბატონები მოდიხართ. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე თვითონაც სხვამ რომ არ მითხრას, მეც ვხვდები ჩემო კარგებო, ყველა ვერ მომისმენს მე. რა ვქნა ახლა, ხასიათს ვერ შევიცვლი. ვინც მომისმენს, მათთვის ვიქნები. იმიტომ ვერ ვითარდება ჩემი გვერდი ეთყობა, ვეღარ ავწდი 5000 კაცს.
ეხლა რაც უკვე რამდენიმე წელია და ესეთი თან არ ვითხოვ ეს დალაიქე და კომენტარე და რაღაცა მაინც ცოტა მეტყობა ძალიან მკაცრი ვარ დამაფიქრე სხვათა შორის დამაფიქრა კი და შევეცდები რომ ესე მართლა არ გამოვიდე სახრეთინ და გადაგიწყავანტოთ ზურგში შევეცდები ყოველ შემთხვევაში მაგრამ ეხლა ტინგიცაც ვერ გავხდები რა ვქნა გადავუხვია უკაცრავად მაგრამ ვერ ვიზამ ეხლა ერთი ქალბატონი არის ვიცნობ თანაც ვიცი რომ ჩემი მსმენელია შეიძლება მოისმინო შეიძლება არა ეს საწყენა და ემათან რომ მე ვერ ვიზამ ძალიან კაი ჩაპუნტულებული კაი ხორციანი ქალია კაი უშველებელი ქალიშვილი გვერდით და მკერდიც რო ისიაკ და ну ხომ მიხდით რა ძალიან კიც უყვარს ისეთი ჩაცმა და ესე თვალში მოგხვდება ხა მაგრამ ბიჭო ეს ღიპიც რა მუცელიც რომ აქვს ქალს ისეთ მაგრამ იმას რომ მოწკვანტულებს რო იცვამს და ჭრო დაჯდა კაი ახლა ახალგაზრდა გოგოები გამოდიან ამ საცვლებით და კუპანინგებიდან იკვანწება რაღაცა ზის უბრალოდ სკამზე და იმდენად მოკლე კაბაცი ამხელა დიდი დამდლები უკაცრავად ყველასთან ეხლა მაგრამ რაც არის იმას არაფერს არ ვამატებ ხარ გამოვჭიმავ ახლა აქ იმისთვის დაგიმტკიცოთ ამხელა ფეხები და ტრუსიკის უბე პირდაპირ უჩანს და უბრალოდ წავიღიღინე ახლა ჩემს გვერდზე დავპოსტე ყველაფერი კარგია მაგრამ ყველაფერს აქვს მაინც საზღვარი მერე ადგება და ამბობს ბიჭო ისა ხალხი დაგემატება ხალხი აბა რა იქნება ქალო იმას რომ დაამხობ თავზე ავიცი მე არ შემიძლია ვერ ვიზამ იყოს 5000 კაცი ვერც იმ საჯაროდ ვერ გამოვალ და დედის ტრაქს ვერ ვაგინებ ვერავის რა ვქნა ეხლა იმას ვერ იზამ, ამას ვერ იზამ, იმას ვერ იზამ და კიცხარ მერე მოდიან, მერე რას ამბობენ, იცით? ბევრჯერ მომისმენია. თქვენ ახლა რადგან მე ესა 20000 გამომწერი მყავს 25,000 გამომწერი მყავს, იმიტომ ესე თვლით, ადათ შენ მეტი ყავს, ვიღაცას ხომ მეტი ყავს და ერთმანეთს ეპაექრებიან ეს ეზოთერიკოსები და ჩემთვის ეს რჩები. რა გამომწერი, ვინ, რა ის გამომწერი რაში ყავს? დედის ტრაგი რო დაამხვე თავში, იმაში თავზე იმაზე ყავს და უკაცრავად ერთი ადგილი რო იმაზე ატრიალებ, ერთ ადგილს საჯაროდ მაგაში ყავს გამომწერი. 24/7-ზე რო ლაივში ხარ ჩართული და, რა ვიცი, იგინები, ლანძღები, ბურჭყები, ყავს გამომწერები ხო. აი. უკაცრავად. კარგი, გავაგრძელოთ, აქ რაღა უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანისთვის იდეალური ქალი ხარ, ჩემო და მე ასე ვეთყოდი, თქვენს იქით ამას სხვა წასასვლელი გზა არ აქვს. ძალიან შეიძლება უნდოდეს წასვლა, მაგრამ არა. ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, ძალიან მალე თავიდან დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას, მეგობრობას და ესე რომ თქვა კომუნიკაცია შემო თავიდან. სულ თავიდან ყველაფერს. აი ესეთი გაშლა იყო დღეს უკაცრავად ჩანართებისთვის, მაგრამ ხომ და გითხრათ მაინც ეს რაღაცნაირად მაწუხებს კიდეც, რომ ესე რო ამბობენ, ახლა მე არავისთან შევდივარ დისკუსიაში, მაგრამ რომ შევიდი ალბათ მეტყვიან, რომ არის ამდენი გამომწერი ყავს და შენ აიმე დალაიქე და კომენტარი ახლა მოგთხოვთ და მილაიქეთ და მიკომენტარეთ გადავაზიაროთ. იქნებ ჩემი გვერდიც ავქაჩოთ 20,000-მდე. მაგრამ შიშველი ვერ გამოვალ. მაგის იმედი არ გქონდეთ. ვერ გადამიბირებთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.